მსგავსი რაოდენობის ადამიანებს პრეზიდენტისგან არ გადასცემიათ არამც თუ ერთად, არამედ ცალ-ცალკე ამ 9 წლის განმავლობაშიც არ ყოფილა ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა მოქალაქეებისა, რომლებსაც გადაეცათ პრეზიდენტისგან, მიენიჭათ პრეზიდენტისგან საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მინდა აღნიშნო, რომ ამ პროცედურას აქვს თავისი გაწერილი პროცედურები, ჯერ უნდა შეისწავლოს შესაბამისმა ორგანოებმა, დადონ დასკვნა და მერე მიენიჭოს ხოლმე საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეობას. მე ვერ გეტყვით, რას უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის ესეთი გულუხობა მოქალაქეობის დარიგებაში, თუმცა მას ჰქონდა საშუალება, რომ გარკვეული გაწერილი, კანონმდებლობით გაწერილი პროცედურებით მიენიჭებინა მას მისი მმართველობის პერიოდში მოქალაქეობა იმ ადამიანებისთვის, თუ თვლიდა, რომ უნდა მიენიჭებინა აუცილებლად. ეხლა ყველანი პროცედურის დარღვევით ანიჭებს იგი მოქალაქეობას, თუმცა ეს მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ზუსტად 20 დღის შემდეგ დატოვებს თავის ოფისს. აკეთებს დღეს სერიოზულ ნაბიჯებს დგამს და აკეთებს სერიოზულ განცხადებებს, ქმნის ახალ ადმინისტრაციას, ატარებს ახალ არჩევნებს და ახალ კონკურსებს, ანიჭებს მოქალაქეობას ათასობით ადამიანს, რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტი სერიოზულად შესასწავლი არის სულ სხვა არაპოლიტიკური კუთხით, იმიტომ ასეთი რამე არ უქნია მსოფლიოს არც ერთ წარმავალ პრეზიდენტს. მიზანი არის რომ ეწყინა რომ აღარ იქნება პრეზიდენტი საბავშვო ბაღში ბრუნდება. წლების განმავლობაში თურქეთში მცხოვრები ქართველები, ისე როგორც საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, თქვათ ფერეიდნიდან ან საინგილოში მცხოვრები, მომართავდნენ ჩვენ კომიტეტსაც, მე მაშინ დიასპორის საკითხთა კომიტეტში მუშაობდი, იმისათვის რომ მიგვენიჭებინა მოქალაქეობა. ძალიან ბევრი ამ ადამიანისათვის ეს მოქალაქეობა იქნა მიცემ. თუ ახლა პრეზიდენტმა გადაწყვიტა რომ თურქეთში მცხოვრები ბევრი ადამიანი, რომელმაც შეენარჩუნეს ქართული ენა, ქართული კულტურისადმი ერთგულება, რომელმაც იციან, რომ არიან საქართველოსდან წარმოშობით და აქვთ ბმა ისტორიულ სამშობლოსთან, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ისინი ჩართული იყვნენ ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში, მათ აი ამ ტიპის გზავნილი ჩვენ გაუგზავნოთ.